სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩართნენ, სოციალურ დახმარებას კვლავ მიიღებენ, თუმცა პენსიონერებისათვის აღნიშნულ პერიოდში პენსიები არ გაიცემა. განცხადა დავით სერგენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მისივე განცხადებით საჯარო სამსახურში დასაქმებულ საპენსიო ასაკის ადამიანებს ერთდროულად ხელფასის და პენსიის აღების უფლება კანონით ეკრძალებათ. მინისტრის თქმით, ამ ხარვეზის გამოსასწორებლად სამოვალოდ მუშაობა იგეგმება. პრესკონფერენციაზე დავით სერგენკო უმუშევართა დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლასაც გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, მეთოდოლოგიაში არ არის გათვალისწინებული სეზონურ საველე სამუშაოებზე დასაქმებული და თვით დასაქმებულთა რაოდენობა. როდესაც ნახულობთ, რომ ეს შემოსავალი სოციალურად დაუცველების შემთხვევაში დაკავშირებული არის საარჩევნო კომისიაში მუშაობასთან, მთავრობის დადგენილებით, ცალკე დადგენილებით, მათზე არ ვრცელდება მორატორიუმი და მათ არ ეხსნებათ, არ უჩერდებათ სოციალური დახმარებები. დასაქმებულ საპენსიო ასაკის ადამიანებს, რომლებიც იღებენ ხელფას, მათ არ აქვთ უფლება, რომ აიღონ პენსია და ეს არის მოქმედი კანონი ბოლო 4 წლის განმავლობაში.